ამიტომ ვისაუბრებთ ფენილალანინზე და თიროზინზე. ფენილალანინი ეს არის ესენციური ამინომჟავა, რომელიც თავისი სტრუქტურით ძალიან ჰგავს ალანინს, თუმცა განსხვავებით ალანინისგან, მას დამატებით აქვს ფენილის ჯგუფი და სწორედ ამიტომაც ეწოდება მას ფენილალანინი. ფენილალანინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არის, რომ მიიღოს მონაწილეობა თიროზინის სინთეზში და თიროზინის სინთეზში იღებს მონაწილეობას ფენილალანის ჰიდროქსილაზას საშუალებით და ამ ფერმენტის კოფერმენტად გვევლინება ტეტრაჰიდრობიოპტერინი, რომელიდანაც წარმოიქმნება დიჰიდრობიოპტერინი და სწორედ იქიდან გამომდინარე რომ მოხდეს BH4-ის მუდმივი მარაგი ჰქონდეს ორგანიზმს, არსებობს ესეთი ფერმენტი დიჰიდროპტერიდინ რედუქტაზა და დიჰიდროპტერიდინ რედუქტაზას საშუალებით წარმოიქმნება BH4 ისევ და ისევ. ზოგადად როდესაც ფენილალანინზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს ესეთი დაავადება ფენილკეტონურია და ფენილკეტონურის გამომწვევი მექანიზმი არსებობს რამდენიმე სახის და პირველი და რომელიც ყველაზე ხშირად ხდება ეს არის სწორედ ფენილალანის ჰიდროქსილაზის დეფიციტი. ამ დროს ფენილალანინიდან ვეღარ ხორციელდება თიროზინის წარმოქმნა. სწორედ ამიტომაც ფენილალანინი ალტერნატიულ მეტაბოლურ გზას ირჩევს და სწორედ ამიტომაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ფენილპირუატი, ფენილაქტატი, ფენილაცეტატი, რაც ორგანიზმისთვის რეალურად ტოქსიკური არის. მეორე მექანიზმი რაც გვხვდება, ეს არის BH4-ის სინთეზის დარღვევა, რაც იმას გულისხმობს, რომ რესინთეზი ვეღარ ხორციელდება BH4-ის BH2-დან, რაც საბოლოოდ გვაძლევს შემდეგ სურათს, რომ კოფერმენტის დეფიციტი გვხვდება და შესაბამისად ფენილალანის ჰიდროქსილაზა თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს ისე როგორც უნდა ასრულებდეს და ეს მაშინ გვხვდება, როდესაც გვაქვს დიჰიდროპტერიდინ რედუქტაზას დეფიციტი. თვითონ კლინიკურად ფენილკეტონურიას სიმპტომები შემდეგნაირი არის. პირველი ის არის, რომ გამოხატული არის სუნის მქონე შარდი, ასევე გვხვდება CNS-ის დარღვევები, ეს არის მენტალური დარღვევები, კრუნჩხვები და ტრემორი. ასევე გვხვდება ფიზიკური მახასიათებლებიც შესაბამისი არის ფენილკეტონურიისთვის, რადგანაც ფენილალანინიდან, რადგანაც ვეღარ ხორციელდება თიროზინის სინთეზი, თიროზინი რადგანაც იღებს მელანინის სინთეზში მონაწილეობას, ამიტომაც გვაქვს მელანინის დეფიციტი, რაც პაციენტებში გვაძლევს ფერფრთალკანს, ლურჯ თვალებსა და ღია ფერის თმას. ზოგადად ფენილკეტონურიის მართვა საკმაოდ რთული არის იქიდან გამომდინარე, რომ ესეთი კონკრეტული მედიკამენტი არ არსებობს. ასეთ პაციენტებს მუდმივად მთელი ცხოვრების განმავლობაში ეზღუდებათ ფენილალანინი, ასევე შეზღუდული არის ცილოვანი საკვებიც იქიდან გამომდინარე, რომ ფენილალანინი ძალიან ბევრი ცილის შემადგენლობაში გვხვდება. ასევე იქიდან გამომდინარე, რომ ეს დანაკლისი აუნაზღაუროთ პაციენტებს, სინთეზური ამინომჟავის მიღება ხდება, ასევე მუდმივად უნდა მოხდეს ფენილალანინის მონიტორინგი, იკრძალება ხელოვნური დამატკბობებელი ასპარტამის, რადგანაც ასპარტამის შემადგენლობაში შედის ასპარტატი და ფენილალანინი. ასევე იქიდან გამომდინარე, რომ თიროზინი, რომელიც რეალურად შეუცვლელი ამინომჟავა იყო, რომელიც სინთეზსაც თვითონ ორგანიზმი ახორციელებდა, რადგანაც ეს ვეღარ ხდება, ამიტომაც აუცილებელი ხდება თიროზინის გარემოდან მიღება და აქედან გამომდინარე თიროზინი ისევ ესენციური ამინომჟავა ხდება და უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ როდესაც გვაქვს BH4-ის სინთეზის დარღვევით გამოწვეული ფენილკეტონურია, ამ დროს მართვაში ერთვება ასევე L-დოპა და კარბიდოპა, იმისთვის რომ დოფამინის მარაგის აღდგენა მოხდეს და ასევე 5-ჰიდროქსიტრიპტოფანი, რათა სეროტონინის მარაგის აღდგენა მოხდეს. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ დაბადებიდან დაახლოებით 2-3 დღეში ხორციელდება სკრინინგი ფენილალანინის და საქართველოშიც არის ეს სკრინინგი დანერგილი. ორ სულ პაციენტებში განსაკუთრებით საყურადღებო არის ფენილკეტონურია, რადგანაც ისეთ პაციენტებს, რომლებსაც ფენილკეტონურია აქვს და ორსულები არიან, განსაკუთრებული მონიტორინგით უნდა ჩაუტარდეს ფენილალანინის, რადგანაც ტერატოგენს წარმოადგენს და შესაძლებელია გამოიწვიოს ახალშობილის გულისთენ და ყოლილი დაავადებები ან მაკროცეფალია. რაც შეეხება თიროზინს, თიროზინს სამრავალფეროვანი მეტაბოლური გზები აქვს და პირველი, რომელზეც ვისაუბრებთ, ეს არის თიროზინიდან დოფა და საბოლოოდ უკვე ეპინეფრინის წარმოქმნა, რაც ჯაჭვური რეაქციის მსგავსი არის. თავდაპირველად დავიწყოთ დოფას წარმოქმნაზე საუბარი. თიროზინიდან თიროზინ ჰიდროქსილაზას საშუალებით წარმოიქმნება დოფა და თუ დავაკვირდებით სტრუქტურას, შევამჩნევთ, რომ სწორედ ერთი OH ჯგუფში არის განსხვავება. რომელიც ფენილის ჯგუფთან არის დამატებული და თიროზინ ჰიდროქსილაზას კოფერმენტად ისევ და ისევ BH4 გვევლინება, საიდანაც ისევ BH2 წარმოიქმნება და არსებობს ესეთი პრეპარატი მეთიროზინი, რომელიც ადრე უფრო ხშირად გამოიყენებოდა ანტიჰიპერტენზული მიზნით. მეთიროზინი ახორციელებს თიროზინ ჰიდროქსილაზას ბლოკირებას, რაც საბოლოოდ გვიმცირებს დოფას რაოდენობას, რაც საბოლოოდ ამცირებს ბუნებრივია ეპინეფრინისა და ნორეპინეფრინის რაოდენობას, რომლებიც ვაზოკონსტრიქტორები არიან და მაღალ არტერიულ წნევას იწვევენ. თუმცა დღესდღეობით მეთიროზინი ისეთი აქტივობით აღარ გამოიყენება როგორც ანტიჰიპერტენზული საშუალება, თუმცა ხშირად გამოიყენებენ ფეოქრომოციტომის სამკურნალოდ.
დოფადან უკვე ხორციელდება დოფამინის წარმოქმნა და დოფაზე და დოფამინის სტრუქტურებს შორის განსხვავება სწორედ ერთი კარბოქსილის ჯგუფი არის. სწორედ დოფა-დეკარბოქსილაზის საშუალებით ხდება ამ კარბოქსილის ჯგუფის მოშორება და აქ კოფერმენტად უკვე B6 ვიტამინი გვევლინება და დოფა-დეკარბოქსილაზის მაბლოკირებელი ესეთი მედიკამენტი არსებობს კარბიდოპა, რომელიც ხშირად გამოიყენება პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში და კარბიდოპა უზრუნველყოფს იმას, რომ პერიფერიულად მოხდეს დოფა-დეკარბოქსილაზის ბლოკირება, რაც საბოლოოდ CNS-ში ზრდის დოფამინის რაოდენობას, რაც პარკინსონის სამართავად მნიშვნელოვანი ფაქტორია. რაც შეეხება დოფამინი და ნორეპინეფრინის წარმოქმნას, დოფამინსა და ნორეპინეფრინს დავაკვირდებით, მათ შორის განსხვავება არის მხოლოდ ერთი ჰიდროქსილის ჯგუფი, შესაბამისად, დოფამინი და ნორეპინეფრინის წარმოქმნაში იღებს მონაწილეობას დოფამინ ბეტა ჰიდროქსილაზა, ესეთი ფერმენტი, რომელიც კოფერმენტადაც აქვს C ვიტამინი გვევლინება. ხოლო ნორეპინეფრინიდან წარმოიქმნება ეპინეფრინი და ნორეპინეფრინსა და ეპინეფრინის სტრუქტურას შორის განსხვავება არის მხოლოდ ერთი CH3-ის ჯგუფი, ანუ მეთილის ჯგუფი და ამაში მონაწილეობას იღებს ფენილეთანოლამინ N-მეთილტრანსფერაზა, რომელიც კოფერმენტსაც წარმოადგენს S-ადენოზილ მეთიონინი და სწორედ S-ადენოზილ მეთიონინიდან იღებს იმ CH3 ჯგუფს ფენილეთანოლამინ N-მეთილტრანსფერაზა და საბოლოოდ წარმოიქმნება ეპინეფრინი. აქ ნარჩენ პროდუქტად ასევე გვხვდება ჰომოცისტეინი და ადენოზინი. გარდა დოფასა და ეპინეფრინის წარმოქმნისა, თიროზინი მონაწილეობას იღებს ასევე მელანინის სინთეზში და თიროზინიდან თავდაპირველად უნდა წარმოიქმნეს თიროზინაზა, თიროზინაზას საშუალებით წარმოიქმნება დოფა-ქუინონი, სადაც პოლიმერიზაციის რეაქციის საშუალებით წარმოიქმნება უკვე მელანინი. მელანინის დეფიციტით გამოწვეული დაავადება არსებობს, ეს არის ოკულოკუტანეური ალბინიზმი, რომელიც გამომწვევი ორი მექანიზმით არსებობს. პირველი ეს არის თიროზინაზას დეფიციტი და მეორე ვარიანტი არის, როდესაც გვაქვს თიროზინაზას ტრანსპორტის დარღვევა, რაც საბოლოოდ გვაძლევს შემცირებული რაოდენობით მელანის, რაც პაციენტებში გამოიხატება ფერმკრთალი კანით, ღია ფერის თმით და ღია ფერის თვალებით, უფრო ხშირად ლურჯი ფერის თვალებით. გარდა იმისა, რომ მელანინი ასრულებს როგორც პიგმენტის როლს, ასრულებს ასევე დამცავის როლს კანისთვისაც, სწორედ ამიტომ ესეთი პაციენტები უფრო მარტივად იწვევიან მზის საშუალებით და ამასთანავე უფრო მაღალი რისკი არის კანის კიბოსი. გარდა ამისა, თიროზინი მონაწილეობას იღებს ჰომოგენტიზინის მჟავას წარმოქმნაში, საიდანაც HGA ოქსიდაზის საშუალებით წარმოიქმნება ფუმარატი და აცეტოაცეტატი. მაშინ, როდესაც გვაქვს ამ HGA ოქსიდაზის დეფიციტი, წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ჰომოგენტიზინის მჟავა, რაც საბოლოოდ გვაძლევს ალკაპტონურის სურათს. ამ დროს პაციენტებს აღენიშნება ჩავი ფერის შარდი, ოღონდ ჩავი ფერის შარდი მხოლოდ დაყოვნების შემდეგ იღებს შარდის შავშეფერილობას, ასევე გვხვდება ართრიტი, ასევე გვხვდება შავი ფერის პიგმენტაცია ხრტილებსა და სახსრებში და ასევე დამახასიათებელი არის რენტგენზე სურათი, რადგანაც კალციფიკატებით არის გაჭერებული. ეს იყო ვიდეო ფენილალანინზე და თიროზინზე, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.